თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 14 თებერვალია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. კურიერი კვლავ კიევშია, დედაქალაქი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ყოველ დღე მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინით ცხოვრობს. ამ წუთებშიც 130,000 რუსის სამხედრო უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული, თუმცა მოსკოვი უკრაინაში შეჭრის განზრახვას დღესაც უარყოფს. დიდი ომის მოლოდინში რუსეთს დიდი შვიდეული აფრთხილებს. მაკრონის შემდეგ კი შუამავლის როლს ოლაფ შოლცი კისრულობს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ კიევსა და მოსკოვში გერმანიის კანცლერი ჩადის, რომელსაც ამ დრომდე უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამ ეტაპზე რითაც გერმანიამ მსოფლიოს თავი დაამახსოვრა, შეარაღების ნაცვლად ბერლინიდან კიევში გაგზავნილი ჩაფხუტებია. რა მოლოდინია შეძლებს თუ არა შოლცი იმას, რაც ვერ მოახერხა მაკრონმა. კიევიდან პირდაპირ ეთერში დავით საგარელს ვთავთ. დავით. უკრაინაში ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ვერ გაბედავს და ვერ შეიჭრება უკრაინის ტერიტორიაზე და როგორც საზოგადოება აცხადებს, დღეს ოლაფ შოლცის განცხადების შემდეგ ეს უფრო ნათელი ხდება. ოლაფ შოლცმა დღეს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მოუწოდებს დეესკალაციისკენ და ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთს დაუწესებენ ისეთ სანქციებს, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. თუმცა ამასთან ერთად გერმანიის კანცლერმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, თუ არ ესმის, რატომ არის გაბრაზებული რუსეთი ნატოსთან დაკავშირებით, ვინაიდან უკრაინის ნატოში მიღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრეტენზიები დღეს არ გამოუთქვამს უკრაინის პრეზიდენტსაც. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ნათელი სურათი ცნობილი გახდება ხვალ, როდესაც ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ასევე საინტერესო დეტალი არის ის, რომ ხვალ რუსეთის დეპუტატები განიხილავენ საკითხს, ისინი მიმართავენ პუტინს ორი ოკუპირებული ტერიტორიის, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით და სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ ხვალინდელ სესიაზე რუსეთის დუმაში. ნატოს წევრებს და ევროპის კავშირს მზად აქვს მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აამოქმედებენ. ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, რომელიც კიევში სპეციალურად უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გზავნილი. გერმანია თქვენს გვერდით დგას. ჩვენ ვიზიარებთ დიდ შეშფოთებას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების გამო. ფედერალური მთავრობისთვის ნათელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოსტრატეგიული შედეგები მოყვება და ამას ხვალ მოსკოვშიც ხაზგასმით აუღნიშნავ. უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ესკალაცია უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისთვის და გლობალურად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად და თავდაცვის სფეროში. მე ყოველთვის ვიმეორებდი, რომ უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება. უკრაინის შემდეგ გერმანიის კანცლერი მოსკოვში ჩავა და ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ რუსეთთან სასწრაფოდ სურს მოლაპარაკებების გამართვა EUTOS პლატფორმაზე. უკრაინის მოთხოვნას რუსეთმა უარი უთხრა. რამდენად რეალურია დაიწყოს რუსეთის ინტერვენცია 16 თებერვალს, როგორც ამის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსები საუბრობენ. ამ შეკითხვით კურიერმა უკრაინელ ანალიტიკოსებს მიმართა. ექსპერტები კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთი სინამდვილეში უკრაინაში შეჭრას არაპირებს და არსებულ დაძაბულ ვითარებას დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს. მათი თქმით, მოსკოვი უკმაყოფილოა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურით და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცდილობს შეცვლას. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს ორი მიზანი აქვს. პირველი ეს არის გლობალური მოტივი და მას პირდაპირ კავშირი არ აქვს უკრაინასთან. ისინი ნატოში ხედავენ საფრთხეს. მათთვის ეს სერიოზული პრობლემაა. პუტინის მეორე მიზანი კი უკრაინას უკავშირდება. ეს არის კრემლის მცდელობა დასავლეთი წავიდეს კომპრომისზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. კურიერი ესაუბრა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთა ყოფილ მინისტრსაც, რომელსაც კონტაქტი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ვადიმ ჩერნიში ამბობს, რომ მიმდინარეობს საინფორმაციო პროპაგანდა, თითქოს უკრაინა უახლოეს დღეებში მათ თავს დაესხმევა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი და შევისწავლით თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, პროპაგანდა თითქოს თავდასხმა იგეგმება და იქნება დიდი მსხვერპლი ეს ადამიანებში შიშს იწვევს. ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია მთავრობის დონეზე და ხალხთან, რომლებიც სამწუხაროდ დაყოფილები არიან. რთულია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. ხალხი შიშში ცხოვრობს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები უკრაინელები არიან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მათ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დავიწყებთ?
ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, კანადა და იტალია რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით ემუქრება. დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი კიევთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. კრემლი ამას უარყოფს და ჯარების გადაადგილებას თავის შიდა საქმეს უწოდებს.